ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის თეატრის ექსპერიმენტალური დასი 23 თებერვალს გასტროლებზე მიემგზავრება. 11 კაციანი შემადგენლობა სტუდენტურ ზამთრის ფესტივალზე პიესას მელოტი მომღერალი ქალი წარადგენს. უნივერსიტეტის წარმომადგენლები არასაკონკურსო ჩვენებით პარიზის სტუდენტურ ფესტივალს გახსნიან. მსახიობებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლების განცხადებით ფესტივალი მომავალში გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას, ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების დამყარებას და ზოგადად ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებას ემსახურება. ხელოვნების უნივერსიტეტის მხრიდან ფესტივალზე გასამგზავრებლად 3552 ლარია გამოყოფილი. პროცესში აქტიურადაა ჩართული განათლების სამინისტროს, რომელიც ავიაბილეთების ღირებულებას დაფარავს. ფესტივალზე გასამგზავრებელი საერთო თანხა 10500 ლარს შეადგენს. ხელოვნების ინსტიტუტის 11 კაციანი შემადგენლობა ქალაქში 1 მარტს დაბრუნდება. გავგზავნეთ როგორც ხდება ხოლმე თეატრები როგორც აგზავნიან ხოლმე ბევრ ფესტივალზე და ერთ-ერთი გამოხმაურება მოყვა პარიზიდან. მელოტი მომღერალი ქალი. ეს არის აბსურდის თეატრი, ესეც ანუ აბსურდის თეატრი როგორც ესეც ჩვენ ქალაქში პირველად დაიდგა, ამით უფრო საინტერესოა და ჩვენთვის როგორც ესეც დამწყები მსახიობებისთვის, დამწყები რეჟისორებისთვის ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი და ალბათ ამას შემდგომ მოყვება უფრო და უფრო სხვა ფესტივალები და უფრო დიდი ნაბიჯი. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტმა ამ ფესტივალზე ექსპერიმენტალური დასის გასაგზავნად გამოყო დაახლოებით 5600 ლარამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ პირველ რიგში უნივერსიტეტის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვა სტუდენტურ დასებთან, რომელიც ფაქტ დაახლოებით 20 ქვეყანამდე მიიღებს მონაწილეობა. ამიტომ უნივერსიტეტისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი კულტურული და შემოქმედებითი ურთიერთობები. ჩვენ ვართ ძალიან მოხარულები, რომ ამ სპექტაკლს წარმატება ხვდა წილად და ფინანსურად მხარს უჭერთ და არა მხოლოდ ფინანსურად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამათი იქ გამგზავრება იყოს კარგად ორგანიზებული და შემოქმედებით მხარეს რაც შეეხება, იმედი გვაქვს, რომ გამართლებენ.